მოგესალმებით ბავშვებო. მე გახლავართ ისტორიის მასწავლებელი ნიკა გურგენიძე. უკვე დიდი ხანია, რაც საშუალო სკოლებში ისტორიას ვასწავლი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორც ჩვენ წელს აღმოჩნდით, მე არ მახსოვს რომ ყოფილიყავით. მაგრამ ამისდა მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემაც ისეთივე სწრაფად დაძლევადი და მოგვარებადი იქნება, როგორც მანამდე საქართველოს ისტორიაში არსებული სხვა გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ქართველმა ერმა გადალახა, წარმატებით მოაგვარა და თავის განვითარების ახალ, უფრო მაღალ ეტაპზე ავიდა. ყოველთვის ასე იყო, ასე არის და მომავალშიც იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს ტელეპროექტი, რომელიც ამ სიტუაციაში შეიქმნა, თქვენ ცოდნის გარღვევება შეუწყობს ხელს. უფრო მეტად შეგეხიდებათ იმ დანაკლისის შევსებაში, რაც საგანმანათლებლო სივრციდან თქვენს მოწყვეტას მოჰყვა. წარმატებას გისურვებთ ბავშვებო და ახლა კი გადავიდეთ ჩვენ დღევანდელ საგაკვეთილო თემაზე, რომელიც არის მონღოლები და საქართველო. ძალიან სიმბოლურია ამ თემით ჩვენი ტელეპროექტის დაწყება, ვინაიდან სწორედ იმ პერიოდზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც საქართველოს ბრწყინვალე ეპოქიდან მოულოდნელად რისხვასავით დამტყდარი წამლეკავი ურდო მოადგა ქვეყანას, რომელმაც ქვეყნის განვითარება დასცა, შეაფერხა და კარგახნის განმავლობაში უკან დასწია. მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართველო ჯერ კიდევ ძალიან მძლავრი ძლიერი სახელმწიფოა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიურად და კულტურულად. მაგრამ მის სამეფოში ძალიან უცნაური და მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობდა. ახალგაზრდა ჭაბუკი მეფე ლაშა გიორგი თამარის დროინდელ დიდგვაროვნებს დიდად არ უსმენს და სამეფოს თავის შეხედულისამებრ მართავს. მას ირგვლივ თავისივე თანამოასაკენი, როგორც ქართველი მემატიანი ამბობს, რინდები შემოუკრიბავს და მათთან ერთად მართავს ქვეყანას. ამაზე გამწყრალი თამარის დროინდელი დიდებულები ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობას უარს ამბობენ და თავთავიანთ სამფლობელოებში არიან ჩაკეტილები. ამავდროულად ქვეყანა მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისათვის მისაღებად ემზადება. თუმცა ეს ყველაფერი ერთმა უეცარმა შემთხვევამ არ ივდარია. ქართველი მემატიანე აქ შემოსეულ მტერს თათრებად მოიხსენიებს და ძალიან გაკვირვებული ამბობს, რომ ჩვენ თავიდან ისინი ქრისტიანებადაც კი მივიჩნიეთო. ამას ამბობდა იმ დროინდელი სამეფო საზოგადოება და უმაღლეს ფეოდალური იერარქიაც. ქართველი მემატიანის დახასიათებით ეს ხალხი ტანად მსხვილი, ბრგე, დიდთავა, შავთმიანი, უწვერულვაშო ადამიანები ყოფილან, რომელიც შეუცდომელი მოისრები იყვნენ თურმე და გაჭენებული ცხენიდან ძალიან ზუსტად შეეძლოთ ისრისროლა. თან იმდენად ძლიერად ისროდნენ ისარსო, რომ ვერც ერთი აბჯარი ამ ნასროლ ისარს ვერ უძლებდაო. აქ მოსულმა ძალამ ქართულ სახელმწიფოს დიდი დარტყმა მიაყენა. ვინ იყვნენ ესენი? საიდან გამოჩნდნენ? მოდი აქედან დავიწყოთ და შემდეგ საქართველოში მოსვლის ისტორია გავაგრძელოთ. 1206 წელს მდინარე ონონის ნაპირთან მონღოლთა დიდი შეკრება ყულურთაი გაიმართა. ამ ყულურთაიზე მონღოლებმა თავიანთ პირველ ბელადად ყაენად ჩინგიზი აირჩიეს და მას თემური აირჩიეს და მას ჩინგიზ ყაენი უწოდეს. ამ უწიგნურმა წელაკითხვის ამცოდნე, მაგრამ ძალიან ალღოიანმა, ჭკვიანმა და გამჭრიახმა ადამიანმა იმდენად ერთიანი მთლიანი დიდი იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მის შემდეგ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ დროინდელ პერიოდში ძალიან ბევრი მასე უფრო დიდი სახელმწიფოები იყო შექმნილი, ასეთი ერთიანი მთლიანობაში შექმნილი იმპერია არც მანამდე ყოფილა და არც მერე შეუქმნია არავის. სწორედ ამ ადამიანის მეთაურობით დაიწყეს მონღოლებმა დაპყრობითი ომები. 1211 წელს მათი საბრძოლო შეძახილი ხურა, სხვათა შორის, რომელიც შემდგომში რუსებმა
მე-19 საუკუნეში თავიანთ საბრძოლო შეჯახილად ყიჟინად ურად გადააკეთეს და ამ შეჯახილით მთელი ევროპა გააყრუეს, იმ დროისათვის ჩინეთში გაისმა. 1215 წელს მონღოლებმა პეკინი აიღეს. 1219 წლიდან მათი მთელი ყურადღება შუა აზიაში ლაშქრობებზე გადავიდა. მათ ამ მიმართულებით ლაშქრობა დაადგინეს და საქმე დიდხანს აღარ გადაუდია, ძალიან მალევე შუა აზიას შეუტიეს. შუა აზიაში იმ დროისათვის ძალიან მძლავრი და ძლიერი ხორეზმის სახელმწიფო არსებობდა. მისი შაჰი მემკვიდრე ჯალალედინი მონღოლებს გაექცათ. აი სწორედ ამ ჯალალედინს დაადევნა ჩინგისხანმა თავისი სარდლები 20,000-იანი ჯარით. მონღოლთა საიდუმლო ისტორიის წყაროები გვამცნობს, მონღოლთა საიდუმლო ისტორია გვამცნობს, რომ ჩინგისხანს ომის 4 ქოფაკი ჰყავდა. აი ამ 4-დან 2 მისი ყველაზე გამორჩეული სარდალი ჯებე და სუბუდაი ჯალალედინის მადევარ რაზმებს სათავეს ჩაუყენა და მას დაადევნა. აი სწორედ ეს ჯარები იყო ის ხალხი და ის არმია, რომელიც საქართველოს მოადგა. იმ დროინდელ საქართველოში ლაშა გიორგიმ პირველად მცირედი ჯარი დაახვედრა მონღოლებს, მაგრამ 1222 წელს მეორე ჩემოსულ მონღოლებს უკვე მობილიზებული დახვდა მეფე და 90,000-იანი არმიით შეებრძოლა. ორივე შემთხვევაში მონღოლებმა საკმაოდ მძლავრი მარცხი მიაყენეს ქართულ არმიას, მაგრამ როგორც ჩანს ქართველებმა მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიეს და შიგნით შემოჭრა არ უფიქრიათ. როგორ მოხდა ის, რომ ასეთ წარმატებულ სახელმწიფოს, რომელსაც მანამდე დიდგორი, შამქორი და ბასიანი ჰქონდა მოგებული და ლამის 150 წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული ომი არ ჰქონდა წაგებული, უცბად 20 მაქსიმუმ 30,000 კაცთან მოუწია დამარცხება. საქმე იმაშია, რომ მონღოლებს მრავალგვარი მანამდე უცნაური არარსებული სამხედრო ტაქტიკა ჰქონდათ, რომელიც ტრის შემოტყუებასა და ჩასაფრებას, ანალყაში მოქცევას გულისხმობდა და ასეთი ტაქტიკის მცოდნე ქართველები არ იყვნენ. აი სწორედ ეს იყო მონღოლთა გამარჯვების მიზეზი და ქართველების ამ ბრძოლებში, ასე ვთქვათ, მარცხის მიზეზი. მაგრამ ქართველები ამას მარცხად არ აღვიქავდნენ, ვინაიდან მონღოლებს თავიანთი მთავარი მიზნისთვის არ ჰქონდათ მიღწეული. ასე თვლიდა ქართული სამეფო კარი. სხვათა შორის ეს რომ ესეა, ამას შემდგომი მოვლენებით ცხადყოფს. როდესაც მონღოლთაგან დევნილი ჯალალედინი ბოლოს და ბოლოს საქართველოსკენ მოაღწევს, ის გარკვეულ პირობებს წამოუყენებს სამეფო კარს და სამეფო კარის უარის დასაბუთებაში ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ ვერც მონღოლებმა მიაღწიეს ჩვენზე გაბატონებას და შენ რანაირად წარმოგიდგენია ეს ამბავიო. განრისხებულმა ჯალალედინმა 1226 წელს თბილისი შინაგავცემის, მაგრამ მაინც თბილისი აიღო და სისხლის კალო გალეწა. სიონს გუმბათი მოარღვია. მოჭრილი თავებით ტახტი გაიკეთა. მეტეხის ხიდზე ღვთისმშობლის ხატი გამოიტანა. იქ დადო და მასზე გადავლას და ისლამის მიღებას ქართულ მოსახლეობას აიძულებდა. იმ დღეს ამის გამო თბილისში 100,000 კაცი ეწამა. უამრავმა ადამიანმა, როგორც მემატიანე ამბობს, 100,000 ადამიანმა უარი განაცხადა საკუთარი რჯულის დაგმობასა და დატოვებაზე. მე ყოველთვის, როდესაც ამ მომენტს ჩემს მოსწავლეებს ვუხსნი, ყოველთვის ვეგნები ხოლმე. არ ვიცი, აქედან გმირი რომელია. პირველი თუ ბოლო. პირველი, რომელმაც პირველმა გაბედა და უარი უთხრა ჯალალედინს, თუ ბოლო, რომელმაც ამდენი ადამიანის სიკვდილს უყურა და მაინც არ გატყდა. მაინც არ თქვა უარი თავის სარწმუნოების დათმობაზე. 1231 წლამდე აუხრებდა ჯალალედინი საქართველოს. მაგრამ მონღოლებს დიდხანს არ მოუთმენიათ ჯალალედინის ასეთი თარეში, მათ სწრაფად მოახერხეს ძალების მობილიზება და ჯალალედინის გარკვეულ წარმატებებს წერტილი დაუსვეს. ჯალალედინი დევნილობაში ძალიან usახელოდ გარდაიცვალა.
1235 წელს მონღოლები უკვე დასაპრობად მოადნენ ქვეყანას. ამ დროს ჩინგისხანი გარდაცვლილია და მისი დიდი სამეფო მის სამ მემკვიდრეს შორის არის გადანაწილებული. იმ დროისათვის ოქროს ურდო წოდებული რუსეთის ტერიტორია ბათო-ყაენს აქვს მიკუთვნებული. ხორეზმი და ირანი ჩაღატას, ხოლო ჩინეთი და მონღოლეთის ტერიტორია დიდყაენ უგედეის ხელშია. ქართველები ისევე როგორც მთელი ამიერკავკასია მონღოლებს უბრძოლებლად დანებდნენ. არ იყო ძალა, რომელიც მათ შეაჩერებდა და წინააღმდეგობასაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ქართველი ფეოდალები სათითაოდ რიგრიგობით მიდიოდნენ მონღოლებთან და მორჩილებას უცხადებდნენ. რუსუდანი დასავლეთ საქართველოში გაიქცა და აღმოსავლეთ საქართველო ბედის ანაბარად იყო დარჩენილი. ერთადერთი ფეოდალი, რომელმაც მონღოლებს წინააღმდეგობა გაუწია, ივანე ჯაყელ-ყვარყვარი ციხისჯვარელი იყო, რომელმაც ბოლომდე ეომა სამცხეში თავის ერთ ფეოდალებთან ერთად მონღოლებს და მას შემდეგ, როგორც მიმატიანობს, როცა შეატყო, რომ აღარ გაიყო ღონევა, ანუ ძალა აღარ ქონდა წინააღმდეგობისა, რუსუდანს სთხოვა ნებართვა და ისე დაუგზავდა მონღოლებს. რუსუდანსაც მეტი გამოსავალი არ ქონდა და 1253 წელს მონღოლებთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავი ერთადერთი ფაქტია, მონღოლებს დასავლეთ საქართველოში ფეხი არ დაუდგავთ. 1253 წელს გაგზავნილ დავითის შესახებ აღარ ისმოდა დიდი ხანი და რუსუდანი მასზე ჯარს გადახვა. 1255 წელს მეფე გარდაიცვალა და ის დიდებულებმა დაკრძალეს. მაგრამ დავითი მაინც არ ჩანდა და მონღოლების მეშვეობით ქართველებმა მეორე დავითი რომის სასულთნოში მყოფი ლაშა გიორგის უკანონო-შვილი დავითი გამოითხოვეს. ამ დავითთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ეხლა არც დროა და არც შესაბამისი პირობები. უბრალოდ ერთ სიტყვი. ეს ადამიანი სიკვდილი სასწავლებრივად იყო გადარჩენილი რუსუდანის გარკვეული მუხანათობის გამო. მისი სახელი გურჯი ხათუნის ისტორიასთან ძალიან მჭიდროდ არის გადაბმული, ვინაიდან ის მისი ნათესავი იყო. თუ თქვენ სურვილი დრო ან საშუალება გექნებათ ინტერნეტში ძალიან ბევრი რესურსი ამისათვის და გთხოვთ რომ მოიძიოთ. ნახოთ, ძალიან საინტერესო ინფორმაციას წააწყდებით. ასე იყო თუ ისე იყო მონღოლებმა სამეფო ტახტზე ერთდროულად 1257 წელს ორივე დავითნარინი და დავითჰული დაამტკიცეს. იმ იმედით რომ ქვეყანა დაიშლებოდა და მონღოლები უფრო იოლად ჩაიგდებდნენ ამ სამეფოს სამართავად. მაგრამ დავითნარინი და დავითჰულუს პირიქით თავდაპირველად ძალიან კარგი მეფობა ჰქონდათ. ისინი ერთმანეთში შეთანხმებით მოქმედებდნენ და საბუთებსა და მონეტებსაც ერთი მეორის ხელმოწერითა და დასტურით გამოსცემდნენ. გადიოდა დრო და სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა მონღოლთა ბატონობა. გადასახადები სულ უფრო და უფრო მძიმე ტვირთად აწვებოდა ქართულ მოსახლეობას. ამის გამო ძალიან ხშირად ქართველი თავადაზნაურები იმისათვის რომ მეფეს არ დამორჩილებოდნენ, სარგებლობდნენ მონღოლთაგან ხასინჯუსანის შეწყალების უფლებით და ყაენის წინაშე ამოფლების მიღებას ცდილობდნენ. მოხდა ისე რომ 1266 წელს ამოფლებით სამცხის მთავარმაც ისარგებლა და საქართველო ორად გაყოფილი საქართველო უკვე სამ ნაწილად გაიყო. ორად კი საქართველო დავითნარინისა და დავითჰულუს მეფობის დროსვე გაიყო, ვინაიდან მობეზდათ მათ მონღოლთა ბატონობა და ჯერ დავითჰული და შემდეგ დავითნარინი აჯანყდა. დავითნარინი აჯანყების შემდეგ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ასე იყო გაყოფილი მონღოლთა დროინდელი საქართველო ორ ნაწილად. ამას კი როგორც გითხარით 1266 წელს სამცხის გამოყოფაც მიემატა. ამ გზით უკვე საქართველოში სამეფო ხელისუფლების მოსუსტება, ფეოდალებისა თვითნებობა და ქვეყნის დაშლა უკვე შემდგარი პროცესი იყო. აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები გარკვეულწილად ცდილობდნენ რამენერად შეენელებინათ ეს პროცესი, მაგრამ შედეგები არასახარბიელო იყო. სხვათა შორის ერთ-ერთი ქართველი მეფე დემეტრე მეორე სწორედ მონღოლთა ყაენის წინააღმდეგ შეთქმულებას შეეწირა 1299 წელს მას ყაენის წინაშე ღალატი დასწამეს და თავიც კი მოჰკვეთეს. ძალიან საინტერესო არის თუ როგორ მიემგზავრება აქედან დემეტრე მეორე მონღოლთა საყაენოში. რატომ გადაწყვეტს ის წასვლას და რა სიტყვებს წარმოთქვავს ის იმ დარბაზის წინაშე, როდესაც მას საყაენოში არ წასვლას ურჩევენ. თუ ვინმეს ეს ინფორმაცია დაინტერესებს, გთხოვთ ეს ყველაფერი ინტერნეტში მოიძიოთ.
საბოლოო ჯამში მონღოლთა ბატონობას წერტილი დიდმა ქართველმა მეფემ გიორგი ბრწყინვალემ დაუსვა. 1235 წელს მან ძალიან კარგად ისარგებლა მონღოლთა სამეფოში ატეხილი სისუსტით და მონღოლები საქართველოსდან გაყარა. თუმცა მანამდე მან მონღოლთა დაპირისპირებების დროინდელი პოლიტიკა, ქართველი მეფეების მონღოლთა დაპირისპირებების დროინდელი პოლიტიკა შეცვალა და მონღოლებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა. ამან შედეგი გამოიღო 1329 წელს ჯერ დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334 წელს სამცხე-საათაბაგო შემოიერთა. უკვე გამთლიანებულ საქართველოს მეფეს აღარ გასჭირდებია მონღოლთათვის არც ხარკის შეწყვეტა და არც აქარსებული გარნიზონების განდევნა. ამ ბატონობას მემატიანე 100 წლიანს უწოდებს, ვინაიდან ზუსტად მონღოლთა გამოჩენიდან 1235 წლიდან 100 წლის შემდეგ 1335 წელს გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს მონღოლთა ბატონობისაგან გაანთავისუფლა. ქვეყანა კვლავ აღმავლობის გზას დაადგა და ის გაჭირვება, ის დიდი ქარტეხილები უკვე გადავლილი იყო. ამგვარად მონღოლთა ბატონობა 100 წლიან ისტორიას გიორგი ბრწყინვალემ დაუსვა წერტილი. ზუსტად 1235 წელს გამოჩენილი მონღოლთა ბატონობა 1335 წელს დასრულდა. ამგვარად მინდა ამით დაგემშვიდობოთ და დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი, თუმცა ვთვლი რომ აუცილებელია საშინაო დავალებად გარკვეული მოქმედებების შესრულება და გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ. პირველი გიჩევდით კიდევ დამატებით რომ თუ შეიძლება გაეცნოთ ქართულ მხატვრულ ფილმს დემეტრე მეორე და ამასთანავე გთხოვთ გიორგი ბრწყინვალეს პიროვნულ დახასიათებაზე პორტრეტზე იფიქროთ. ვინაიდან გიორგი ბრწყინვალე წინამდებობრივი მეფეა და ნახეთ თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით და რა პოლიტიკას გაატარებდით მონღოლებთან მიმართებაში. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო.